მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სამხანაგური მატჩებიდან პირველი გამართა და დინამო არენაზე ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ვილისანიოლის გუნდის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა ლოჩოშვილი გახდა, რომელმაც გულიაშვილის კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სივსისხლიანობა აკლდა. მომენტის სტუმრებსაც ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ არც თუ ისე სანახაობრივ შეხვედრაში სანიოლის გუნდმა გაიმარჯვა და მომდევნო შეხვედრას ქუთაისში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს. დღევანდელ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს გამოემშვიდობა გიორგი ლორია, რომელმაც ნაკრების მაისურის 79 შეხვედრაში მოირგო. ლორია 25 წლის დავით კერესელიძემ შეცვალა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი გახდათ. გარდა ამისა, დღეს რეკორდის ვიხილეთ. 16 წლისა და 9 თვის მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა ლევან ყენიას რეკორდი მოხსნა და ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის შემდგომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კარგი მოსამზადებელი მატჩი გამოვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოსცადეთ და რამდენიმე მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უდნა უფრო გახსნილი თამაში წარიმართა, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ რამდენიმე მომენტი გადავიტანეთ და მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების ჩანსები ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს არ გამოგვივიდა და შეხვედრა ფრედ არ დასრულდა. საქართველოს ნაკრების გოლი ჩვენ სერიოზულ შეცდომას მოყვა. შემდეგ კი მივიღეთ ჩანსები, რომლებიც ასეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ შეიძლება ქონოდა. მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა რას გვინდოდა. ნორმალური თამაში იყო და შეგვიძლია ეს შეხვედრა მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ თამაშობდა და ჩვენს ბევრი ცვლილება განვახორციელეთ. ორივე გუნდი ერთნაირ სიტუაციაში იყო და გამოცადეთ ტაქტიკები, რომელსაც ხშირად არ ვიყენებთ ხოლმე. ზოგიერთ ეპიზოდში მაღალ პრესინგს მივმართეთ. ამ კომპონენტებში ძლიერები არ ვართ, მაგრამ გვინდოდა გამოგვეყენებინა და გვეცადა. ამის გამო მეტოქე მეტი სივრცე მიიღო, რაც პრობლემა არაა. შეგვეძლო გაგვეტანა და მატჩი ფრედ დასრულებულიყო. შანსების ჰქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ კარგად იმოქმედა და რამდენიმე მომენტი ჩვენს გავაფუჭეთ. კარგი სავარჯიშო მატჩი იყო და იმედგაცრუებულები ვართ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. საბოლოო ჯამში მადლობას ვუხდით ქვეყანას მასპინძლობისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ კი ოდნავ უფრო რომ გაგვიმართლებოდა, უკეთეს ხასიათზე წავითოდით აქედან. პირველი ტაიმით კმაყოფილი დავჭი. თითქმის ყველაფერი გამოვიდა რას გვინდოდა, მაგრამ მეორე მომენტი შევქმნით. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა და უფრო მარტივი მატჩი ჰქონოდა. მეორე ტაიმი არ მომეწონა. არის მომენტები, როდესაც ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ და ისინი საღაზრდოვნებაზე გავლენას ახდენს, რაც კარგი არაა და უფრო დაღვინებული უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე არიან ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად არ არიან შეთამაშებული, საერთო სურათი შთამბეჭდავი არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელთა დამოკიდებულება და მათი ღირებულებები იყო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სექტემბერში ჩემთან იქნებიან. სხვებს შედარებით მცირე შანსი აქვთ, მაგრამ 3 დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და კვირას კიდევ ერთ შანსს მიიღებენ, რათა გვაჩვენონ რა შეუძლიათ. გათვალისწინებულია ისიც, რომ ვიყავით შემადგენლობით, რომელსაც ერთად არასდროს უთამაშია. ფეხბურთელებისთვის მარტივი არ ყოფილა. მაგრამ ვფიქრობ, მეორე ტაიმში ნამდვილად შეგვეძლო უკეთესად გვიასპარეზა. გიორგი ლორიას რაც შეეხება, არავინისის ნაკრებში შენი ბოლო მატჩი როგორ წარიმართება და მისთვის ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. ლამაზი დამშვიდობება იყო და გიორგიმ თავისი მოვალეობები შეასრულა. ლუკა ლოჩაშვილმა სომხეთის წინააღმდეგ ცენტრალური მცველის პოზიცია კარგად ითამაშა. ვიცოდით, რომ ლოჩოს მარცხენა ფლანგზე შეეძლო თამაში. ეს მისი საუკეთესო პოზიცია არა, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ ადგილსაც შეუძლია ასპარეზობა. დღეს მარცხენა ფლანგზე სწორედ ამიტომ დავაყენე. საბოლოო ბჟანიძეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ის მარცხენა ფლანგზე უფრო ეფექტურია, ვიდრე მარჯვნივ. ჩემი აზრით, ლობო დღეს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ეს ძალიან კარგია, რადგან ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ნაკრებში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. დღეს ის იდეალური მენტალიტეტით იყო მოედანზე და ბრწყინვალე სამუშაო კაცია. რა თქმა უნდა, უკეთესი სურათი შეიძლებოდა მიგვიყო,
თუმცა ამ ხანაგური თამაშები სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის არსებობს. სექტემბერში რთულ კალენდარში ვაბიჯებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მსოფლიოს შესართავის წინ ყველანაირი იდეა გამოვიცხოთ და დავტესტოთ. გარდა მწვრთნელებისა მატჩი ორივე გუნდის ფეხბურთელებმაც შეაფასეს. არ უნდა წაგვეკო, დღეს ეს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ისეთ ძლიერ ნაკრებს როგორც საქართველო. მესმის რომ ეს ამხანაგური იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ. დღეს ჩვენმა გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო. ჩვენს მოწინააღმდეგეს გადახალისებული შემადგენლობა ყავდა. თუმცა ძირითადი გუნდი ჩვენც არ ვიყავით, რადგან ბევრი მოთამაშე ტრავმის გამო გვეყლა. თავიდან ცუდად დავიწყე და ყველაფერი ამის დამსახურებაა. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ. შანსები შევქმნით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, რადგან მათი მეკარე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. უნებრივია წაგება არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენ ვიბრძოლეთ და ამით კმაყოფილები ვართ. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია თავდახრილები მოედნიდან არ გამოვიდეთ. შედეგები კი მეორე ხარისხოვანია. ვიმედოვნებთ ჩვენი მომავალი გზა უკეთესი იქნება და ფანებს გავახარებთ. მათ ეს ნამდვილად აიმსახურეს. მადლობა საქართველოს ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა. მიჭირს ეხლა რაღაც არ მინდა რომ დასრულდეს, რა სიმართლე რომ ვიკითხრა, აი ეს მინდა რომ მუდამ გავიცილდეს, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება, ყველაფერს თავისი დრო და დასასრული აქვს. არ არის საუკეთესო მომენტი არასდროს, რომ დაანებო, თუმცა მოდის მაინც ის დღე. თუმცა დღეს იყო ჩემთვის რაღაც თეატრი იყო, რაღაც ენით აუწერელი გზნობები იყო, როდესაც აი ამდენი ადამიანი ეს სიყვარულს გამოხატავდა, დაფასება იყო, მადლიერება იყო. ყველაფერთვის მე ვარ ამ ყველაფერთვის მადლიერი. პირიქით ყველას ვაფასებ, ყველას პატივისცემ, უღრმესი მადლობა ქართულ გულშემატკივარს. ეს იყო ალბათ ყველაზე საუკეთესო, რაც კი შეიძლება მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ესეთი გრძნობა, რაც მე დღეს მქონდა, რომ მე ვარ ამაყი, რომ ვარ ქართული და უღრმესი მადლობა საქართველოს. და რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაში ეს არის პიკი მწვერვალი, რასაც განსაკუთრებულად ჩვენთვის ქართველებისთვის ყველაზე საამაყო არ. მე მინდა კიდევ ფეხბურთის თამაში, მე მგონი კიდევ ერთხელ ვანახე, რომ შემიძლია თამაში, თან კარგად შემიძლია და ჯერჯერობით გაჩერებას არ ვაპირებ ყოველ შემთხვევაში აქტიური სპორტიდან. მე როგორც ფეხბურთელი ვრჩები კვლავ ისევ და ველოდები კაი ჩემო თავაზება, სადაც ლამაზად და გემრიელად გაგრძელდება ჩემი კარიერა. თუმცა ამის შემდეგ მე ამაზე ნაფიქრე მაქვს უკვე, მინდა მწვრთნელობა, ეს იქნება მეკარეების თუ მთავარი მწვრთნელობა. ასე რომ მე ფეხბურთიდან ვერ წავალ, იმიტომ რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე მინდორზე და მე მინდა რომ გავაგრძელო ფეხბურთის დასრულების შემდეგ, ასევე მინდორზე მინდა დავრჩე და დავეხმარო როგორც აღნიშნე მომავალ თაობებს, პროფესიონალებს, ჩემი ცოდნა გაუზიარო და მათ გვერდზე ვიყო და ერთად მივახციოთ წარმატებას რაც ვიქნება. პირველ რიგში ალბათ აი დაუვიწყარი ემოცია იყო სტადიონზე რომ შევდიოდი. აი ყველაფერი რაც ბავშვობის ოცნება მქონდა, ჩემი ერთიანად მოიყარა და ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა, როცა მოედანზე შევედი და ეს ხალხის შეძახილი ყველაფერი ტაში აი სასწაული იყო და ალბათ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იქნება ყოველთვის. ამაზე მაგარი გზნობა ფეხბურთელს არ იქნება არასდროს. პირველ რიგში სახში მომწია თამაში ეს და განსაკუთრებული მომენტი იყო, როცა სახში მომწია დებიუტი და ეროვნულ ნაკრებში მომწია სახში დებიუტი და ეს რავი სახში გზნობდი თავს, რა უფრო ორმაგად სახში გზნობდი თავს და ძალიან ამაღელვებელი იყო. დაძაბული თამაში იყო, მეტოკიც არ იყო, სუდი კარგი გუნდი იყო, ორგანიზებული, დაცვაში კარგად იყო კომპაქტურად, მაგრამ ყველა შევიცადეთ, რომ მოგვეგო ეს თამაში, თან გიორგი ლორიას მივუძღვენით ეს მოგება და მინდა გიორგი ლორიას, რავი, ლეგენდარი ქართული ფეხბურთის და მადლობა მინდა გადაუხადო, რაც ეროვნულ ნაკრებისთვის აქვს მას გაკეთებული. ეხლა მომიწია პირველი თამაში, მაგრამ როცა ის ეროვნულ ნაკრებში იყო, სულ გულშემატკივრობდი, ესე ვთქვათ, მაყურებლის რანგში. ძალიან სასიხარულოა, დინამო არენაზე პირველი გოლი იყო ნაკრების მაისურით და
რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, როდესაც გოლს იტან ნაკრების მაისური ჩვენი ქვეყნის სახელით და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიო ვარ მით უმეტეს როდესაც მოვიგეთ ესეთ მნიშვნელოვანი თამაში, რადგან ლორის ბოლო თამაში იყო და მნიშვნელოვანი იყო, რომ ესე რისი ღირსის იყო ისე გაგვეცილებინა და ძალიან მოხარულო ვარ, რომ ამას ჩემი წული შევიტან. როგორც თამაში ლორის ბოლო თამაში იყო, რაც თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდი პერსონა, ლეგენდა, ნამდვილად საქართველოს ნაკრების მან ბევრი რამე მიცა ამ გერბს, ამ ქვეყანას, მართლაც ყველასთვის მაგალითია, ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა დარწმუნებულა ყველასთვის ძალიან დიდი მაგალითია თავის გამოცდილებით, თავის პოზიტიური აზროვნებით, ყველას ძალიან დიდ დახმარებას აძლევდა და მეც პირველი დღიდან როცა მოვედი და ახალ წვეული ვიყავი, მისგან ეს დახმარება და გულშემატკივრობა ვიგზენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ წარმატებული ვუსურვო მას. ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში, ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება საბას, ძალიან კარგი ბიჭია, პირველად გავიცანი, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, წინ ძალიან დიდი მომავალი აქვს და ვუსურვებ მხოლოდ საუკეთესოს. ეს პირველი ყოფილიყოს და დასაწყისი ყოფილიყოს მისთვის და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც ესეთი კარგი ახალგაზრდები მოდიან და მხოლოდ კონკურენციას დიან და ეს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან კარგია, რადგან მოდუნების საშუალება არავის არ აქვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი ლუკა ოჩოშილმა გაიტანა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ქუთაისში 8 იუნის 8 საათზე კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.